ლუკას ახარება, თავი პირველი. რა კი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას, როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა, მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო ღირსეულო თეოფილე, რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია. იუდეის მეფის ჰეროდეს დღეებში იყო ვინმე მღვდელი სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მისი ცოლი იყო აარონის ასულთაგანის სახელად ელისაბედი. ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უბიწოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით. მათ არ ყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ. ერთხელ, როცა თავისი წყების წესის ამებრ მსახურებდა ღვთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში. უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ. კმევის დროს ეჩვენა მას უფლის ანგელოზი საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი. შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას. ხოლო ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინია ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს. გექნება შენ სიხარული და შვება და მრავალი გაიხარებს მისი შობით, ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე. ღვინოსა და სათრობელს არ დალევს, სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე. მრავალ ესრაელიანს მოაქცევს უფლისაგენ, მათი ღვთისაგენ. ისივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გუნდის შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი მართავთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია. ანგელოზმა უთხრა პასუხად: მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გაახარო ეს. და ახლა დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდებოდეს, რა კი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება დროზე. ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკურდათ მისი დაყოვნება ტაძარში. როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნა მათ და დარჩა უტყვად. ხოლო როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა. იმ დღეების შემდეგ დაურსულდა ელისაბედი მისი ცოლი. 5 თვეს იმალებოდა და ამბობდა: ასე მიყო უფალმა ამ დღებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში. მე-6 თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცის სახელად იოსებზე, დავითის სახლისაგან, ხოლო ქალწულის სახელი იყო მარიამი. შევიდა მასთან და უთხრა: გიხაროდეს მომადლებულო, შენთანაა უფალი, კურთხეული ხარ დედათა შორის. ის კი შეაძრწუნა ამ ნათქვამა და ჩაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდეს ეს მისალმება. უთხრა მას ანგელოზმა: ნუ გეშინია მარიამ, ვინაიდან მადლი პოვე ღმერთთან. აჰა დაურსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული. უთხრა მარიამმა ანგელოზს: როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი? ანგელოზმა მიიღო პასუხად: სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ. აჰა შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახაძე და მე-6 თვეშია უკვე. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი. მაშინ მარიამმა თქვა: აჰა მხევალი ვარ უფლისა, მეყოს შენი სიტყვის სამეფო და განეშორა მას ანგელოზი. ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში. შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს. როგორც კი ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოგდა მუცელში და ახივსო ელისაბედი სულიწმიდით. დაიძახა ხმამაღლა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? ვინაიდან როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს გულს, სიხარულით შეტოგდა ღრმა ჩემს მუცელში. ნეტარია ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ. თქვა მარიამმა: ადიდებს სული ჩემი უფალს და იზეიმა სულმა ჩემა ღმერთში ჩემს მაცხოვარში. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა.
ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა სახელი მისი. მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე. მოიმოქმედა ძლიერება თავისი მკლავით, გაფანტა ამპარტავანი მათი გულის რახვებთან ერთად. ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი. შიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელსარიელი გაუშვა. შეეწია თავის მსახურს, ისრაელს. გაიხსენა წყალობა, როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავლობას საუგუნოდ. 3 თვეს დარჩა მარიამ იმასთან და დაბრუნდა თავის სახლში. ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ. მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი ზაქარია. ამაზე დედამისმა თქვა: არა, იოანე ერქმევა მას. ხრეს მას: შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას. მაშინ ნიშნებით კითხეს მამამის, რისი დარქმევა სურდა. მან ფიცარი მოითხოვა და დაწერა: მისი სახელია იოანე და ყველას გაუკვირდა ეს. უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი. შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში. ყველა, ვინც ისმენდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: რა იქნება ეს ყრმა და უფლის ხელი იყო მასთან. მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა: კურთხეულარს უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა თავის ხალხს და მომზადა მას გამოსყიდვა. აგვიმართა ქახსნისა თავისი მსახურის დავითის სახლში, როგორც უცხადებდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან. წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმინდა აღთქმას. ფიცს, რომლითაც შეფიცა ჩვენს მამას აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ უშიშრად ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნეთ, გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე. და შენ ყრმაო დაგერქმევა უზენაესის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგხვედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, ბნელში და სიკვდილის ჭრილში მსხდომარეთა გასანათლებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე. ღრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.